საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორშის სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა. გორშის სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ცენტრმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურ გიორგი მათიაშვილთან ერთად გორში რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნა. თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას ახალი ცენტრის ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ რეგიონულ ცენტრებს რეკრუტირებისა და გაწვევის პროცესის მართვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სიმბოლური ლენტის გაჭრის შემდეგ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და მოწვეულ სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მისი ამოცანები გააცნო. თავდაცვის ძალების სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 8 რეგიონულ ცენტრსა და 91 მუნიციპალურ განყოფილებას მოიცავს. დღეს გავხსენით გორში შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრი. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არის თანამედროვედ მოწყობილი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მივიღოთ აბსოლუტურად ყველა მსურველი, რომელსაც აქვს სურვილი იმსახუროს ჯარში, როგორც წვევანდილმა, ასევე როგორც პროფესიულმა სამხედრო მოსამსახურემ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველივე შეხებიდან, პირველივე კონტაქტიდან ჩვენს მოქალაქეებთან მათ ჰქონდეთ რეალური აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენენ თავდაცვის ძალები, რა შესაძლებლობები აქვს და რას თავაზობს, რა პირობებს თავაზობს თავდაცვის ძალები თითოეულ მათგანს. მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე თვიანი ოპერირების პირობებში შედეგები, რომელიც ამ რეგიონალურმა ცენტრმა აჩვენა, არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა საბოლოო ჯამში იქნება პოზიტიური ძალისხმევა, პოზიტიური და დადებითი შედეგის მომტანი მთლიანად თავდაცვის ძალებისთვის. სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მთელი პირადი შემადგენლობისთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად გახსნა ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცით აღჭურვილი შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ელემენტი იმ დიდი რეფორმის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სააგენტო. მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო აღრიცხვის და საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში რეკრუტირების პროცესის ორგანიზებასა და მართვას. ახალი რეფორმა ითვალისწინებს წვევანდელთა ეროვნულ სამსახურს 6 თვიანს, 8 თვიანს და 11 თვიანს. წვევანდელს შეუძლია აერჩიოს ნებისმიერი სამსახური. ასევე ახალი რეფორმის თანახმად არის ნებაყოფლობით შეუძლია დარეგისტრირდეს. საკმაოდ მოქნილი პროგრამაა და წვევანდელს შეუძლია დაგეგმოს თუ რომელ ეტაპზე შეუძლია წავიდეს, რომელ ეტაპზე სურს მას რომ წავიდეს. ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ 13 მუნიციპალიტეტი მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.